საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ეროვნული გაერთიანების ლიდერმა მარინ ლე პენმა გააკეთა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ შეუჩეროს სამხედრო დახმარება უკრაინას. მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების უცერემონიობა დაგმობას იმსახურებს. მან განაცხადა, რომ ეს არის უსამართლო უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც პატრიოტულად იცავენ თავიანთ ქვეყანას. ამასთანავე ლე პენის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ვერავინ დაავალდებულებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, თუმცა ვაშინგტონი ვალდებული არის, რომ ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის კიევს გონივრული ვადა მისცეს. ასევე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, საფრანგეთი აპირებს ყველა შესაძლო სახსრების მოძიებას, რათა ამერიკის სამხედრო დახმარების შეჩერება უკრაინისთვის დააკომპენსიროს. ამავდროულად მან განაცხადა, რომ საფრანგეთს შეუძლია ცენტრალური როლი ითამაშოს უკრაინისთვის და ასევე ევროპის უსაფრთხოებისთვის. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა ავრცელებს სოციალურ ქსელში პლატფორმა X-ზე განცხადებას. ის წერს, რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროპაში ამჟამინდელი პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილების აუცილებლობას. მისი თქმით, ევროპამ უნდა გააძლიეროს ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები და სრულად აიღონ პასუხისმგებლობა უსაფრთხოებაზე. ამავდროულად მან განაცხადა, რომ ახლა არის სწორედ თამამი ნაბიჯების გადადგმის დრო და ევროპას სწორედ ასე უნდა მოიქცეს. მისი აზრით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკიც ავრცელებს განცხადებას პლატფორმა X-ზე. მან განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის უნარიანი უკრაინა ნიშნავს ძლიერ და უსაფრთხო პოლონეთს. სუვერენული, პროაღმოსავლური და რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის უნარიანი უკრაინა ნიშნავს ძლიერ და უსაფრთხო პოლონეთს. პოლიტიკური არეულობისა და მზარდი ქაოსის პირობებში სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვინც ამ აშკარა სიმართლეს ეჭქვეშ აყენებს, პუტინის გამარჯვებას უწყობს ხელს, წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი პლატფორმა X-ზე. ასევე ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება. მისი განცხადებით, მთავრობა მზადაა განიხილოს უკრაინაში მრავალ ეროვნული სამშვიდობო ძალების გაგზავნის საკითხი. მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს მათ ბრძოლაში და ასევე მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს და გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, რომელმაც ფრიდრიხ მერცი, რომელმაც გაიმარჯვა არჩევნებში და ასევე კანცლერობის მომავალი კანდიდატი, ის აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირება თეთრ სახლში ამერიკულმა მხარემ განზრახ გამოიწვია. ის აცხადებს, რომ არაერთხელ ნახა ეს კონფერენციის ვიდეოს და მან განაცხადა, რომ ეს არ იყო სპონტანური რეაქცია, არამედ განზრახული ესკალაცია და მან განაცხადა, რომ ჩვეულებრივ პრესასთან ასეთი შეხვედრები რამდენიმე წუთს გრძელდება, თუმცა პარასკევს სიტუაცია სხვაგვარი იყო და ეს ასევე გაოცებული იყო იმ ტონით, რომელთაც საუბრობდნენ ლიდერები და მან ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკის და ტრამპის დაპირისპირება შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ამჟამინდელ ქცევას, თუმცა ის ასევე მიიჩნევს იმასაც, რომ საჭიროა ყველაფრის გაკეთება, რათა ამერიკა ევროპაში დარჩეს და ასევე ის აცხადებს იმასაც, რომ ეს ყველაფერი ასევე ამერიკის ინტერესებშიც არის.